მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, ჩვენ ახლა ვართ საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც 26 მაისს ჩამონგრეული კედლის კორპუსის დაღუპული ადამიანების სამოქალაქო პანაშვიდი იმართება და აქ დაგეგმილია ასევე ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ კომენტარებს მედიისთვის. Ура! ნახეთ კადრებში, რომ პრემიერი შეხვდა ასევე დაღუპული ოჯახის წევრს და ახლა პრემიერი ჟურნალისტების კიდევ ერთხელ მინდა ღრმა უხარება გამოვხატო, ძნელია სიტყვებით გამოვხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას აგვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და რომ ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილ ოჯახებს და უსურვებ გამძლეობას და მეთვალყურებას. ბატონო ირაკლი, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო ხელისუფლება უკანონო მშენებლობებზე? თუ წესიერად არ მოიქცევა და დაუთმატებით მუხლებსაც. ბატონო, ამაზე როგორ ვიპასუხოთ? არ გავაკეთებ კომენტარს. ბატონო ირაკლი, უკანონო მშენებლობებზე რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება? იქნებ ამის გამოა ის შედეგიც, რაც ეხლა მივიღეთ. რატომ იშლით ხელს? შეკითხვა მაქვს. ბატონო ირაკლი, არ გავაკეთა, კითხვა მაქვს. აუგუნ, აქ არამედ, მაგას სად გააკეთებ ეს განმარტება? აი, ხალხში გადავდივართ ოჯახში. არა, ასე დაგვიდით რომ აქაც უპასუხებდა შეკითხვებს, მაგრამ ვერ მივიღეთ. არა, ეზოში უბრალოდ არ გამოსწორდა. პოლიტიკურ განწყობებს. აქ მეჭდავებით. არ გაჭდავით, მოხარ მოდიხარათ ეს всё. რა არის ეს შეკითხვები? ლაშა. თქვენ ნახეთ ბათუმელების ლაივში პრემიერის რეაქცია. ჩვენ მასთან მქონდა შეკითხვა, თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება და ბათუმის მერია უკანონო მშენებლობებზე და რატომ უჩნდებათ ადამიანებს იმის სურვილი, რომ იგივე რაც ჩვენ ნახეთ 26 მაისის კუჩის შემთხვევაში რა ვერსიაც აქვს გამოძიებას, რომ უნდაბართოდ დაიწყო ადამიანებმა სარემონტო სამუშაოები, ამის სურვილი რატომ უჩნდებათ ადამიანებს განსაკუთრებით ამ ქალაქში. ჩვენ მქონდა მასთან შეკითხვა, იგივე ბათუმის ბულვარში, როცა შენდება ამბასადორის კორპუსი, უკანონოდ აშენებენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პრინციპში დააშენეს უკვე მე-17 სართული.
მოხსნილი, ასევე შუაგულ ბათუმში, შუა ქალაქში, გოგოლის ქუჩაზე აშენდა 7 კორპუსი, კიდევ შენდება დამატებით 2 კორპუსი, მას შემდეგ რაც უკვე ინფორმაცია გახდა საჯაროდ ამ უკანონო კორპუსების მშენებლობის შესახებ და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას და ბათუმის მერიას ქონოდა რაიმე სახის რეაგირება და შეეჩერებინა უკანონო მშენებლობა, ამის ნაცვლად კორპუსებს დაემატა ახალი სართულები და კიდევ დამატებით 2 ახალი სართული შენდება. ასევე ბათუმელებისთვის გახდა ცნობილი, რომ ბათუმის მერია ამ დრომდე აშენებდა RM კომპანიას, რომელიც მესაკუთრეა იმ მიწის, სადაც უკანონო კორპუსები შენდება, არამედ ჯარიმებს უგზავნიდა სულ სხვა კომპანიას. ჩვენ გვქონდა ეს შეკითხვა ზუსტად პრემიერთან, თუ რატომ არ რეაგირებს ქალაქ ბათუმის მერია და ზოგადად ხელისუფლება უკანონო მშენებლობებზე, თუმცა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა ეს შეკითხვა. ჩვენ მოვისმინეთ პრეს-ცენტრის განმარტება, რომ პრემიერის სხვა ლოკაციაზე, ანუ კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ახლა ისინი წავიდნენ და ჩამოინგრა კედელი, უპასუხებდა კითხვებს. ჩვენ ვეცდებით, რომ იქაც მივიღოთ კითხვებზე პასუხები. აქ მე დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.